სხვადასხვა ვიწრო სპეციალისტები ვისხედით და ერთ პაციენტზე ამბებს ყვებოდით რა, ის იმას მისი ხედვა აქვს. ამ ჩარჩოებში მოდიოდა ხანდახან კამათიც, ქირურგი თავის ამბობდა, საოპერაციო ის ამბობდა, არ არის საოპერაციო, მაგრამ მეტნაკლებად იბადებოდა ობიექტური აზრი და პაციენტს ეს ეხმარებოდა. ექიმი არის მუდმივი მოსწავლე. აი დღეს რაღაც არ წაიკითხე, ხვალ უკვე ერთი ნაბიჯი თუ გავხარ. პაციენტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენთვის იყოს წიგნი, შემოსავლის წყარო, მოდის შენთან ნდობით და კიდე არის არაჩვეულებრივი საშუალება გაგიკეთოს რეკლამა. წავიდეს და თქვას, რომ მომეწონა ექიმი. ხო, მომეწონა ექიმი და კარგია დამეხმარა რაღაცა. ასე რომ ჩვენ ამას უნდა ვაფასებდეთ. დღეს, როდესაც ასეთი კონკურენცია, ხო, ზოგჯერ ჯანსაღი კონკურენცია, ზოგჯერ არაჯანსაღი ჩვენს სფეროში. შენთან რო პაციენტი მოდის, შენ ის უნდა მიიღო მადლიერების გრძნობით, რომ შენ აგირჩია. შენ დავუშვათ ნადაგაგუ აგირჩია და არ წავიდა სხვასთან. უნდა ეს გააცნობიერო და აი ამ მადლიერების პოზიციიდან ელაპარაკო.